მამამ რომ შეიტყო იესო ქრისტეს შესახებ და მის სასწაულების შესახებ მოინდომა იესო ქრისტეს გაცნობა და თავისი მცირეწლოვანი შვილი ბაგრატი წაიყვანა თან. და გააცნო იესო ქრისტეს წარმოიდგინეთ ბავშვობაში. მერე მოგვიანებით ამ ბაგრატის მშობლები გარდაიცვალენ, მან მთელი გარდაიცვალა, ესე იგი ორივე გარდაეცვალა დედა და მამა და მან მთელი ქონება რაც ჰქონდა, ესე იგი შეძლებული ხალხი იყო, ეს გააყიდა და ანტიოქიაში, მთებში წავიდა და ღვთისმჭრეტელობას, ესე იგი მიეცა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ პირდაპირ იცნობდა იესო ქრისტეს, ანუ ის განდეგილი ცხოვრებით ცხოვრობდა და ძირითადად ესე რომ ვთქვათ, ღმერთთან ჰქონდა ურთიერთობა, აგრძელებდა იესო ქრისტესთან ურთიერთობას, როდესაც ანტიოქიაში მოხდა პეტრე მოციქული და მან, ბუნებრივია მოიკითხა ესე რომ ვთქვათ თავისი ნათლული და რომ უთხრეს სად არის მოძებნა ამ მთებში, მოძებნა წამოიყვანა და კილიკიაში ამ დროს პავლე მოციქული იყო, პავლესთან ჩაიყვანა და პეტრემ და პავლემ ხელი დაასხეს ეპისკოპოსად, ბაგრატ ტავრომინელს და კიდევ ორ ადამიანს და ტავრომინი ეს არის ქალაქი სიცილიაზე და აქედან იწყება შემდეგ უკვე ბაგრატის მოღვაწეობა როგორც ეპისკოპოსი. ესეთი რამე არის აღწერილი, რომ მტერი შემოესია რაღაცა მეომრები, აკვილე იყო ესეთი ამათი ბელადი და ეს ველური ტომები ძირითადად და უნდა მოესპოთ ეს ქალაქი დაენგრიათ და თითქოს აი შველა არ საიდან არ ჩანდა და ეს ბაგრატი ტავრომინელი გავიდა, ესე იგი ქალაქი, იცავდნენ რა თქმა უნდა, მაგრამ ქალაქის გალავნის გარეთ გავიდა თავის სამღვდელოებასთან ერთად ღვთისმშობლის და მაცხოვრის ხატით ხელში. პირველი საუკუნეა წარმოიდგინეთ, ეს იცნობდა ქრისტეს და რა მოხდებოდა ახლა და ესეთი რაღაცა მოხდა. ესე იგი, რაღაცა შავი ღრუბელივით, რაღაცა სიბნელე ჩამოწვა, ეს ლაშქარი მოიცვა და ამათ რაღაცა არის ესე ეგონათ რომ უკვე ომი დაიწყო თუ რაღაცა დაიწყეს, ბრძოლა არაფერი არ ჩანდა, საერთოდ იქნებდნენ ამ იარაღს. ესე იგი, ერთმანეთი დახოცეს, ზოგმა თვითონ მოირტყა ეს ხმალი და ბოლოს რომ გაიფანტა ეს ღრუბელი და რომ ნახეს, ესე იგი, რომ არავის არ ებრძოდნენ მარტო თავის თავს და მიხვდნენ რომ ამ ხელას სასწაული მოხდა, ვინც ცოცხალი გადარჩა, ყველა მივიდა ბაგრატთან და დაიჩოქეს და თხოვეს რომ აი ამ ძალით, რა ძალითაც მან ესენი დაამარცხა, რომ ეს თანაზიარი გამხდარიყვნენ ამისი, ანუ მოექცნენ. და ესეთი ორმაგი სიხარული იყო ქალაქში, რომ ერთი რომ მტერი უკუაქციეს და მეორე რომ მტრები, კიდევ უფრო მეტი სიხარული რომ მტრები გახდნენ მათი მეგობრები.